დღეს გავიგოთ, რომ ჩვენ ის ანგელოზები ვართ, რომლებიც ცოდვების გამო განდევნილები არიან ზეციდან. მოდით გადავიდეთ ლუკას მე-15 თავში, მე-10 მუხლზე. ნათქვამია, რადგან ზეკაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად. იესოს დედამიწაზე მოსვლის მიზეზი იყო დაკარგულთა ძებნა და გადარჩენა. მოდით გადავიდეთ მათეს მე-9 თავში ამ მუხლის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად. მოდით გადავიდეთ მე-9 თავში, მე-12 მუხლზე. ნათქვამია, ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ, მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს, წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, მართალთა კი არა. მაგრამ ვის მოსაძახებლად მოვიდა? ცოდვილთა მოსახმობად მოვედი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ადამიანი ცოდვილები არიან, ვინც ზეციდან დაიკარგა. ღვთისწმინდა ნება იყო ზეციდან დაკარგული ცოდვილების პოვნა, რათა ისინი მონანიებამდე და ხსნამდე მიეხვანა. მათეს მე-9-ის თანახმად, მან თქვა, მოვედი, რომ ცოდვილები მომეჩვია. შემდეგ მოდით გავარკვიოთ ჩვენი ცოდვის ხარისხი რომაელთა მე-6 თავში გადასვლით. როდესაც ვკითხულობთ მე-6 თავს, მე-20 ლექსს ის ამბობს. რადგან როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. აბა რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია. ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთისმონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდია, ხოლო ბოლოს საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური და სიკვდილია. ნათქვამია, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია. ლეგალურად ჩვენი ცოდვის შედეგი იყო სიკვდილით დასჯა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცოდვა მძიმე უნდა ყოფილიყო, არა? სასამართლოში სიკვდილით დასჯა მიესაჯება მათ, ვინც ისე მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, რომ მიუტევებელია. ცოდვა, რომელიც 60-ში ჩავიდინეთ, ძალიან მძიმე უნდა ყოფილიყო. მაგალითად, ღმერთმა ეს გვაჩვენა ბაბილონის მეფის საშუალებით. ნახოთ ეს ესაიას მე-14 თავში. თავი მე-14, მე-12 მუხლი. ნათქვამია, როგორ ჩამოვარდი ციდან, თიებო, განთიადის ძევ მიწას დაენარცხე. ხალხთა მძლეველო, შენ კი ამბობდი შენს გულში, ცაში ავალ, ღმერთის ვარსკვლავებს, ზემოთ მაღლა ავწევ ჩემს ტახტს და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილოეთის კიდეებზე. ავალ ღრუბლის გორაკებზე დავემსგავსები უზენა ეს. მისი მაგალითით ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვა იყო ღვთის ტახტის ხელში ჩაგდების მცდელობა. ანუ დილის ვარსკვლავთან, განთიადის შვილთან ერთად ჩვენც ღალატი ჩავიდინეთ. გამოცხადების მე-12 თავში ნათქვამია, მაშინ დაიწყო ომი სამოთხეში. მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს, დრაკონი და მისი ანგელოზები კი უკან იბრძოდნენ. ბიბლიაში ჩაწერილი სცენა ამბობს, ეშმაკი გადმოაგდეს მიწაზე და მისი ანგელოზები მასთან ერთად. ცოდვა, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ სამოთხეში, იყო საკუთარი თავის იმავე მდგომარეობაში აყვანა, როგორიც ღმერთია. ისინი, ვინც ჩართული იყო დილის ვარსკვლავის, განთიადის ვაჟის, ღვთის ტახტის ხელში ჩაგდებაში, პირდაპირ თუ ირიბად, ყველა განდევნილი იქნა დედამიწაზე. თელმა კაცობრიობამ მიიღო სიკვდილით დასჯა, როდესაც ისინი დედამიწაზე განდევნეს. ამ მიზეზით იესომ თქვა, რომ ის არ მოვიდა დედამიწაზე მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა. ცოდვილთა შორის იყვნენ ზეციური შვილები, რომლებიც გაუცნობიერებლად იყვნენ ჩართულნი აჯანყებაში.
ღმერთმა დაამყარა აღთქმა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას მოვინანიოთ და ცოდვები მოგვეტევოს. 또 하늘의 그 모든 죄를 없이 할 수 있는 언약을 하나님께서 세우시게 된 것입니다. მოდით ვნახოთ ერთი მუხლი ეფესელთა პირველი თავში, რათა გავიგოთ აღთქმის შესახებ, რომელიც დამყარდა ჩვენი ცოდვების მოსახსნელად. მოდით გადავიდეთ ეფესელთა პირველ თავში, მე-7 მუხლზე. ნათქვამია, რომლის მიერ გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვების მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით. ჩვენ გვეპატიება იესოს სისხლით. როგორ მივიღოთ სისხლი, რომელიც ცოდვათა მიტევებას იძლევა? მოდით გადავიდეთ მათეს 26 თავში მე-17 სტროფზე. ნათქვამია, უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას, სად გინდა რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? მან უთხრა, წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს თქო მოძღვარი, ჩემი ჟამი მოახლოებულია. შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად. მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა და მოამზადეს პასექი. ამ გზით ღმერთმა მოამზადა პასექი. მოდით წავიდეთ იმ სცენაზე, სადაც მათ ჭამეს პასექი 26 მუხლში. როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა მისცა მოწაფეებს და თქვა, აიღეთ ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა, ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა მრავალთათვის დაღურილი. რისთვის? ცოდვათა მისატევებლად. ასე გვასწავლა ქრისტემ, როგორ მივიღოთ ცოდვათა მიტევება. მისი სისხლით ცოდვათა მიტევების დაპირება პასექის დღესასწაულზე გვხვდება. ლუკას 22 თავით მიხედვით აღთქმა, რომელიც ღმერთმა მოგცა ცოდვების მიტევებისთვის, არის ახალი აღთქმა. ნახოთ მე-7 მუხლი. ნათქვამია, დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი. მიავლინა პეტრე და იოანე და უთხრა, წადით მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ. გადავიდეთ მე-19 მუხლზე. ნათქვამია, აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა, ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. რა თქვა მან? მან ხომ არ გვასწავლა ამის გაკეთება? ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად, ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა, ეს სასმისი და არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღურება. თუ არ დავიცავთ ახალ აღთქმას, ვერ მივიღებთ ჩვენი ცოდვების მოტევებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ გავექცევით იმ მძიმე ცოდვას, რომელიც ჩავიდინეთ ცაში. ძმებო და დებო, მოდით მარადიული ქება მივაგოთ მამას და დედას მათი მადლისთვის, რადგან მათ არ მიგვატოვეს ჩვენ, ზეციერ ცოდვილები, არამედ მიგვიყვანეს სიონში, სადაც დაცულია ახალი აღთქმის ჭეშმარიტება. მინდა დავასრულოთ დღევანდელი ქადაგება. დიდი მადლობა.